საღამშვიდობისა თქვენ ანიკოს პოდკასტს უყურებთ. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გამოიწერა ჩვენი არხი, ვინც თვალს გვადევნებთ. ისევ მოგიწოდებთ, რომ აუცილებელია ჩვენი წინსვლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ეპიზოდები უფრო მრავალფეროვანი იყოს. გამოიწეროთ ჩვენი არხი დაგულე სპორტი, მოგძებნეთ YouTube-ზე, დააკომენტარეთ ჩვენი ვიდეოები, მოიწონეთ ვიდეოები და ხელი შეგვიწყოთ განვითარებაში. დიდი მადლობა, ვინც უკვე გააკეთეთ ეს ყველაფერი. დღეს ჩემი სტუმარი არის იაგო ხვიჩია. თქვენთვის კარგად ცნობილი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი. და ძალიან საინტერესო მოსაუბრე ყოველთვის, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა, იმედი მაქვს თქვენთვისაც, იაგო დღემშვიდობისა, საღამომშვიდობისა, რა ვიცი. რა კონდიციაში ხარ გააჩნია? მადლობა მოწვევის, სპეციფიური. უყურე თუ არა გუშინ ნაკრების თამაშს? უყურე. რა გინდა რომ თქვა? არაფერი. რაც არ ვიცი რაღაც შემხდა ფეიკი იყო თუ რეალური იყო არ ვიცი, მაგრამ ვილისანიოს ვეთანხმები. იმედი ვიქონიოთ რომ ესპანეთი სხვა დროს არ შეგვხვდება, ნაკლებად შეგვხვდება. ცოტა არასერიოზული, მე ცოტა იუმორნარევი იყო ალბათ, მე არ ვყოფილ ვარ პრესკონფერენციაზე, მაგრამ იმედი მაქვს რომ იუმორით იყო ნათქვამი, თუ სერიოზულად იყო ძალიან დიდი პრობლემა არის ეს. ბატონო მართალი თქვა კაცმა, თუ თუ თქვა მართალი. არა, ნუ ეხა ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრის თუ სპეციალისტს ეშინია, რომელიმე ნაკრების არ აქვს მნიშვნელობა, მე მგონი თავი დაანებოს ჯობია ზოგადად. არა, ესპანეთის ნაკრების უნდა გეშინოდეს. არა, უნდა გეშინოდეს რა თქმა უნდა. საერთოდ იცი რა პათოსი გაყვება კომენტარებს, მწვრთნელების კომენტარებს, ფეხბურთელების კომენტარებს, რომ მთელი ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ესპანეთის ნაკრებს ვერ ვუგებ და არ არის რეალურად ეს პრობლემა, რომ ესპანეთის ნაკრებს. ჩვენი პრობლემა არის ფარერები, ჩვენი პრობლემა არის, არ ვიცი, ალბანეთი, ჩვენი პრობლემა ავსტრია, უკრაინა, ასე შემდეგ და ასე ბულგარეთი, თურქეთი. ეს ყველაფერი არის პრობლემა, თორე ესპანეთი რო იყოს პრობლემა, არც არავის არ მოუთხოვია, რა ვიცი, ხა ამ ჯგუფში პირველ ადგილს საქართველოს ვინ მოთხოვდა, არ ვიცი, რომელი ჭკვად ყოფილი. რას ვთქვი შენ? ნუ გეთანხმები უბრალოდ. არა, ნუ გეთანხმები, ჩვენი პრობლემა ბევრი რამეა ის განსაკუთრებით ის, რომ ნუ არ გაქვს რა ქვეყნის ისეთი ჩემპიონატი, რომ რაღაცნაირად სტაბილურად შეძლო მაღალ დონეზე სანაკრებო თამაში, რაღაცა ბირთვი, სადაც იკვრება, სადაც რაღაცა ხდება, ეს არა გაქვს და საბოლოო ჯამში დამოკიდებული ხარ იმ ხალხზე, რომელსაც ინდივიდუალურად სადღაც ისწავლა ფეხბურთის თამაში, მაგრამ რაღაც ერთიანი ხედვა თუ როგორია ქართული ფეხბურთი, როგორ გადადის თაობიდან თაობაზე ის ცოდნა, რომელიც ფეხბურთში გაგვაჩნია, არ არის საქართველოში და ვერც იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნუ რაღაცა არ არის რა ყველა ქვეყნის პრივილეგია ფეხბურთის თამაში. ხო არ დავდივარ წყალქვეშანავებით, ხო არ არის ჩვენი პრივილეგია რომ ასე ვიაროთ. ხო და ფეხბურთშიც თუ რამეს არ მოვიმოქმედებთ და თუ არ გავაჩენთ რაღაცა ისეთ აზარტს, რომლის გამოც ხალხს ევასება მოედანში ზესიარული, ის რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ დიდი ნაკრები ჩამოდის და გეთამაშება ან ევროპის ან სოფლიო ჩემპიონატში შესარჩევი მატჩების ეგიდით, უბრალოდ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიო. თუ გაგიმართლებს რაღაც თაობა ისეთი გექნება, სადაც მწვრთნელიც გაგიმართლებს, კიდე ის გაგიმართლებს, რომ რაღაც მოიგონებენ ან ერთა ლიგას ან რაღაცა შემთხვევაში, შეიძლება რაღაც მოკლევადიანად გაიბწყინო სადღაც, მაგრამ აი სტაბილურად რომ ნაკრები ინარჩუნებდე ფორმას და მასე აგრძელებდი, როგორც ჩანს რთულია ჩვენარი ქვეყნისთვის. აი, ეხა საუბრობენ თაობათა ცვლას, საერთოდ არ მესმის რა თაობათა ცვლაზე მიდის საუბარი, არ ვიცი, ჩემი კოლეგების მხრიდანაც მოვისმინე, იქ სპეციალისტების მხრიდანაც მოვისმინე. ანუ ასაკობრივი ნაკრებები რისთვის არსებობს, რომ ეს თაობათა ცვლა არ უნდა იყოს მტკივნეული, სელექცია იმისთვის არსებობს. თაობათა ცვლა ზოგადად ყოველთვის მტკივნეულია, რაც უნდა გააკეთო, მაგრამ რა თაობათა ცვლა გვაქვს ახლა ისეთი ჩვენს თანხმებში. ხო, არ ვიცი, მეც ვერ ხვდები, ხა კაშიას თუ გულისხმობენ, კაშია რომ ეს რა ვიცი, მე-5 წელია ვილისანიორი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და ხო იცოდნენ ხა ასაკიდან გამომდინარე, რომ კაშიას შემცვლელი მოსაძებნი არის, ხო? ნუ ბუნებრივია ისედაც, ანუ ხა მე
არ მაქვს იმდენი ამ წუთას დაკვირვება განხორციელებული საქართველოს ბიჭებზე, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ, ანუ ახალ ვარსკვლავებზე, ახლა ჩემზე მეტად ალბათ დარწმუნებული ვარ, ვიღაც ამას აკვირდება და ალბათ უნდა გააკეთოს, თორე თაობათა ცვლა და არქვა პირობითად ნაკრების კაპიტნის ან ერთი ან ორი ფეხბურთელის წასვლას. ნუ იქ 11 კაცი იმიტომ თამაშობს, რომ ორ კაცს ასეთი გავლენა არ უნდა ქონდეს. ახლა მესი თუ არ არის პირობითად, ვინმე. მესი არ ყოლია ჩვენ, მოგეხსენებათ. და ამიტომ არ არის მეგონი ახლა თაობათა ცვლის მომიზეზება. ბუნებრივია, რომ ესპანეთის ნაკრები არაფერს შეშ არ არის, მხოლოდ თურქეთის ნაკრები თუნდაც. ისინი ჩვენზე ძლიერი ნაკრებები არიან. ანუ შესაბამისად მათთან შენ მოიგო, რავი, ახლა უბრალოდ თურქეთის ჩემპიონატი საერთოდ სხვაგან არის. და ჩვენი ჩემპიონატი, შიდა ჩემპიონატი საერთოდ სხვაგან არის. ამიტომ მე ძალიან სკეპტიკურად მგონია, რომ ჩვენ ვილისანიოს, არ ვიცი, ძეგლი უნდა დაუდგათ ალბათ თუნდაც იმისთვის, რაც გააკეთა. და მე იძახიან უნდა წავიდეს ნაკრებიდან, არ უნდა წავიდეს ამ შემდეგ. ანუ ვინც არ უნდა მოვიდეს, ამ შედეგის გამეორება ფიზიკურად ძალიან რთული იქნება, თუნდაც მიუხედავად იმისა, ძალიან ფანტასტიკური თაობა გვყავს. ამ თაობის ბიჭების ხელში იქ ბევრი გამართლებაც იყო, ბევრი რაღაცა როგორ გითხრათ, აი სწორი გადაწყვეტილება და მტკივნეული გადაწყვეტილებაც იყო და ნუ გამოვიდა, მაგრამ მეორეჯერ იგივეს განმეორება ქართველებს გვიყვარს ჩვენ რა საფრთხე ჩემპიონატზე ხო უნდა მოვხვდეთ ძმაო ევროპაზე უკვე ვიყავით და გეგონება თითქოს რაღაცა მარტივეს საფეხბურთო ამოცანის გადაწყვეტაზე ვლაპარაკობდეთ. სამდროს ეს არის ურთულესი საფეხბურთო ამოცანა, როგორც ასეთი და უბრალოდ მე მაგალითად ვინისანიონის ადგილას ეგრევე გამარჯვებისთანავე წავიდოდი. გასვლისთანავე წავიდოდი, იმიტომ რომ მისი კარიერისთვისაც კარგი იქნება. ხო, მისი კარიერისთვის, ანუ ის თუ ეგოისტურად მოქცეულიყო, მისი კარიერისთვის რასაკვირველია, საქართველოს ნაკრები გაიყვანე და ეგრევე წახვედი, იდეალური ამბავია. იმიტომ რომ შენ იცი რომ რისთვისაც დარჩი, იმის მიღწევა ორჯერ უფრო რთულია, რასაც მიაღწიე და იქ რასაც მიაღწიე, ის რამდენად რთული იყო, მასზე უკეთესად ხო არავის არ ესმის. ამიტომ მე რაღაცნაირად ადამიანმა რომ საკუთარი კარიერა ასე გარისკა და დარჩა, მე მისი მადლობელი ვარ და არასდროს არ მომითხოვია სულ არაფერი არ ქნას, ვილისარიოლი გააგდეთ ნაკრებიდან, მეთქი არასდროს არ მომითხოვი, იმიტომ რომ ნუ მან უკვე ისეც რაღაცას მიაღწია, რომელიც ძალიან გაუჭირდება ყველას, გინდა ასე შევხედოთ, გინდა ესე შევხედოთ. საერთოდ არ იყო ეს მარტივი ამოცანა. აი ამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ გადამეტებული წარმოდგენები ხო არ გააჩინა ქართულ ფეხბურთზე, თითქოს რაღაცა განვითარების რაღაცა მნიშვნელოვან წერტილს მიაღწია ქართულმა ფეხბურთმა აი ამ მოვლენით, რასაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ერქვა. მე უფრო ვიყოდი ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლამ, რომელიც რა თქმა უნდა ნებისმიერი თვალსაზრისით სენსაცია იყო. და ხა მე ვესწრებოდი ბოლო ორ თამაშს საქართველოს ნაკრებისას პირადად და მინახავს ხალხი, რომელიც პრეტენზიებს გამოთქვამდა, რომ იქ რაღაც ესპანეთის პირველი გოლი უნდა ჩათვლილიყო, თუ არ უნდა ჩათვლილიყო და თითქოს რამე შანსი მქონდა ესპანეთთან. ანუ მართლა ვინც იქ მოედანზე იყო, ყველა მიხვდებოდა, რომ არანაირი შანსი არ გქონია ესპანეთთან. და არც უნდა გქონდეს, ანუ ახლა მართლა ფეხბურთს თუ რამე ლოგიკა გააჩნია, ის უბრალოდ სხვა სიმაღლეა, სხვა დონეზე თამაშობენ ისინი ფეხბურთს. ახლა რავი, ბარსელონას როგორ უნდა მოუგოს საქართველოს ამ წუთას ფეხბურთის თამაში და ამიტომ ეს ძალიან ბუნებრივი იყო, მაგრამ მე არ ვიცი, აი მართლა არსებულ სიტუაციაში მე ხო წარმოვიდგენ ვილისარიოლის ადგილას თავს. და ეს შედეგი რო დაჯდა და მე ვიღაც რო გთხოვს ამ შედეგის გაუმჯობესებას და ნებისმიერი სხვა შედეგი ამის გაუმჯობესების გარდა გეთვლება უარყოფით. ნაშრომად, მაშინ ძართული ეგ დარჩე, იმიტომ რომ იმ ხელა სტანდარტი გაქვს გუშინ საკუთარი თავი, რომელსაც უნდა შეეჯიბრო. რომელიც რა ვიცი, ანუ მართლა რაღაცა სხვა შემდეგი ერთი საფეხურით მაღლა ჭირდება ასვლა. ან თუ გვინდა რომ მივაღწიოთ სოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ, ერთი საფეხურით, ერთი ლიგით უნდა ავიწიოთ მაღლა და ნუ ეს არ არის ესეთი მარტივი ამბავი. მე წარმატებას ვუსურებ სანიელსაც და ბიჭებსაც, მაგრამ ამავდროულად მესმის ის რთულე, რომელიც ამ დავალებას თან ახლავს და ნუ პატივს ვცემ ყველას, ვინც სერიოზულად ეჭიდება ამას, ვინც არასერიოზულად ეჭიდება, ახლა იმას აქ ერთი კაციც ამ 11-დან არასერიოზულად რო უყურებდეს ამ ამოცანას და ისე არა როგორც ამისთვის საჭიროა, ცხადია ვერაფერს ვერ მიაღწევ. წინა ეპიზოდში ჩემი სტუმარი იყო გიორგი ჭიაბრიშვილი და მან თქვა რომ ნაკრებზე ვკითხე მოახლოებულ მატჩებზე ზოგადად და მითხრა რომ საერთოდ კომენტარის გაკეთებას, აზრის დაფიქსირების აზრს ვერ ვხედავ, სანამ ნაკრები არ იქნება დამყარებული საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან მომდინარე ფეხბურთელებზეო. შენ ეთანხმები თუ არა ამ მოსაზრებას? ვეთანხმები
ვეთანხმები და თან არ ვეთანხმები, გააჩნია რა იგულისხმება, მეტი დაზუსტება მჭირდება თუ რომ გაიზარდოს დონე ეროვნული ლიგის. ხომ არა, ახლა ვიღაცამ ახლა რომ მოვიდეს ნაკრების მწვრთნელი და თქვას რომ მე ეროვნული ლიგიდან მომყავს მარტო ფეხბურთელები ნაკრებში მაგათ ვათამაშება, უბრალოდ სასაცილო იქნება. არა, ეს სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გახდეს, ჩემი აზრით, ალბათ ამას გულისხმობს. არა, სახელმწიფომ ჯობია საერთოდ დაანებოს თავი ფეხბურთს. არა, სხვა რაღაცაზეა სახელმწიფო რაშუაში, ანუ ჩვენ ზოგადად თუ დღევანდელი ჩემპიონატიდან ხალხს ავიყვანთ, იქიდან ნაკრები არ გამოვა, უბრალოდ ეს რაღაც სასაცილო იქნება. და თუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ესეთი ჩემპიონატი, სადაც მოთამაშე ადამიანები ნაკრებში ხვდებიან, ოღონდ ობიექტურად ხვდებიან და არა იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც პოლიტიკა გვაქვს და ქვეყნის ჩემპიონატს ვაძლიერებთ. მაშინ სწორია ყველაფერი. მაგრამ ახლა დღევანდელი ქვეყნის ჩემპიონატიდან ხალხი აიყვანო და პირობითად ლეგიონერებს არ დაუძახო, ნუ არაფერ შუაში არ არის საერთოდ არაფერთან. აი იური ტაბატაძის მაგალითი იყო მოყვანილი. 2 თვეა წავიდა კადიში თამაშობდა იბერიაში. საკმაოდ კარგი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდა აქაც ჩვენ ჩემპიონატშიც, მაგრამ არავის თავში აზრად არ მოსვლია ის, რომ ტაბატაძე გამოიძახებინა ნაკრებში. წავიდა კადიში, აი 2 თვეში ახლა რა კვალიფიკაცია აიმაღლა კადიში ტაბატაძე. ვიცით როგორ არის მე ხა კადისის კვალიფიკაცია არ ვიცი ზოგადად, ამიტომ იქ მე რა კომენტარი გამოვთქვა, მაგრამ თუნდაც რომ არა, ფაქტი რომ შევაფასოთ. არა, ნახეთ, უბრალოდ საქართველოს ჩემპიონატიდან არ იძახებდა, მაგრამ წავიდა ლა ლიგა 2-ში და როგორ გინდა ვინმე გაამტყუნა საქართველოს ჩემპიონატიდან კაც რო იძახებ, რა იცი მისი დონე. და რაღაც ჩემპიონატი სადღაცა ის უნდა იარო თამაშებზე, იარო. არა, თამაშებზე სიარულით რას მიხვდები მაგას. შენ როცა იცი, აი, უბრალოდ წარმოედგინეთ, რომ ადამიანი ისინჯება დაბალი დონის ჩემპიონატში, სადაც მისი მოწინააღმდეგე არის დაბალი დონის ფეხბურთელები და მეორე მხრივ შედარებით მაღალ დონის ლიგაში, რომელიც ასე თუ ისე იცი, რომ შედარებით მაღალი დონის ლიგა არის, ახლა სასწაული შეიძლება არ არის. და თუ ადამიანი იქაც აჩვენებს იგივე შედეგებს, რომელსაც შენს ლიგაში აჩვენებდა, პრინციპში ეს გაძლევს რაღაც საშუალებას და მიმართულებას, რომ შენს გასინჯო, თორე მთელი პრობლემა ჩვენი ლიგის ხო ის არის, რომ აქ სკაუტებისთვისაც უინტერესოა ამ ფეხბურთის ყურება. სკაუტმაც იცის ლიგის ფასი, ანუ იქ შენ რომ ვიღაცა შეამოწმო, კაია თუ ცუდია, იმას ვერ შეამოწმებ ჩვენაირ ლიგაში. ვერ, იმიტომ რომ არ იცი ამ ლიგის დონე როგორია თვითონ და აქ შენ თუ ხვდებიო ძალიან არაპროფესიონალებთან თამაშობს ვიღაცა და თავს იჩენს, ეს არაფერს არ ნიშნავს, როგორც კი პროფესიონალებთან დაგსვამენ, ფეხს არ გაგანძრევინებს არავინ. ამიტომ მე მესმის რაღაცნაირად, ანუ ვერ ვაკრიტიკებ სანილოს ტექნიკურად ის ისეთ გუნდში თამაშობდა ზოგადად, სადაც მე ვფიქრობ, რომ მწვრთნელადაც კარგები გამოდიან შინაარსობრივად და ისეთ გაკვეთილს გადიხარ ფიზიკურად, რაც ქართველებს უჭირდება. გერმანული გაკვეთილები ფეხბურთის შესახებ არ შეიძლება იყოს მაგის გამსაზღვრელი აგერ ჩავი გენიოსი იყო როგორც ფეხბურთელი, მაგრამ თუნდაც ახლა დიდად არ არა რას ლაპარაკობ, ჩავიმ გადაარჩინა ეს ბარსელონა. ჩავის გუნდია, ჩავი რომ წამოწია ის ხალხი ითამაშობს აქ. მაგაში ნამდვილად გეთანხმები. ამიტომ ჩავის როგორც ფეხბურთელსაც არ უგულებელყოფ. მოგწონს როგორც მწვრთნელი სანიოლი? არ ვიცი რას ნიშნავს მწვრთნელი, თუ მეკითხებით რომ მე მისი ფეხბურთი მომწონს თუ არა, არ მომწონს, მე ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და შესაბამისად ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია სხვა არის, მაგრამ ჯერა თუ არა რომ სხვა ფილოსოფიით ჩვენ იქ მივაღწევდით, სადაც ვილი სანიოლის ნაკრები გავიდა, ასევე ჯერა რომ არ მივაღწევდით. ამიტომ არ შეიძლება მაგკაცის გამტყუნება იმ კაცმა შედეგი დადო, ისეთი შედეგი დადო, რომელსაც მე არც კი ვიცი ეს თაობა მოესწრება თუ არა მეორეჯერ გამეორებას და მე ახლა რაღა ის კაცი ვაკრიტიკო, ვინც ვიცი რომ შედეგი დადო. შეიძლება ვიღაცის აზრით არც თუ ისე მოსაწევწონი ფეხბურთით, მაგრამ ნუ რავი, მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ჯერ მოხვდით და მე ჯგუფურიდან გავედით. მიუხედავად ბევრი გამართლებებისა. იაგო, აი ბევრ რამეში ადამიანები ეძებენ, მოძებნონ რაღაცა კონტექსტები, ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრებთან მიმართებაშიც არის, რომ აი თითქოს 2024 წლის მარტის შემდეგ, აი აქციები, შემდეგ რაღაცა პოზიციები ფეხბურთელების პოლიტიკური, არაპოლიტიკური ამ სიტუაციამ გავლენა იქონია ატმოსფეროზე ნაკრებში. ბევრი მოსაზრება გამიგონია და შენც ალბათ ბევრი წაგიკითხავს ამის შესახებ და მოგისმენია. შენ თუ ხედავ აი ამ ნიშნებს, რომ რაღაცა მოირღვა. არა, ეს არ შეიძლება იყოს მოსაზრების საკითხი. ეს უნდა იყოს, ვინც ამას ამბობს, აი ხო არსებობენ მაგალითად საფეხბურთო ინსაიდერები. ფაბრიციო რომანოც ხო საფეხბურთო ინსაიდერია შინაარსობრივად.
და არ შეიძლება ეს თქვა რომ იმის გამო რომ ნაკრებმა ცუდად ვერ ითამაშა, იმიტომ რომ იქ რაღაცა პოლიტიკური განხეთქილება მოხდა, იმიტომ რომ ვიღაცამ გამოთქვა აზრი რაღაცაზე. მე ზოგადად არ ვარ მომხრე ფეხბურთელები აზრს გამოთქვამდნენ პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ვიღაცას უნდა დაუჭირო, მე რო ვიყო ფეხბურთელი და თან ისეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში რაც ჩვენ არის, თუ სადღაც რაღაც ან ქოცი ხარ, ან ნაცი ხარ, ან ვიღაცა ხარ, ან რაღაც იარლიხს მოგაწევებენ და შენ იცი რომ შენი გულშემატკივარი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად. ნუ არა უბრალოდ არასწორია შენ გამოდიოდა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის კლიპებში. უბრალოდ არაფერ შუაში არ არის ეს. იმიტომ რომ ნუ იქ ვიღაცა ნაცი ძის, რომელიც შენ გულშემატკივრობს, ივან უკვე იცის რომ ვიღაცა ქოცს უნდა გულშემატკივროს და რა შუაშია ეს უბრალოდ ამ ყველაფერთან. ამიტომ ზოგადად მე რო ფეხბურთელი ვიყო, სპორტსმენი. ხო, სპორტსმენი ამ შემთხვევაში ვიყო, ანუ როგორ გითხრა, პოლიტიკურ აფილაციას თუ რამე კატასტროფა არ ხდება ქვეყანაში, პოლიტიკა ვიღაცა არ ხოცავს და არ გიდა უბრალოდ რომ რაღაცნაირად აი მაგას ეკუთვნებოდა ხალხი ერთმანეთს ხოცავს და არ გინდა რომ ვიღაცამ ჩათვალოს რომ შენ რაღაცა ხოცვას არ იმიჯნებ. ეს რომ გააკეთო, მაგრამ აი რაღაცნაირად როგორც კი პოლიტიკურ მოსაზრებას იტყვი, იქ რაღაცა ერთ ივენტზე მოგიწევენ, მეორე ივენტზე მოგიწევენ და საკუთარ გულშემატკივარს კარგავ. აი საკუთარ გულშემატკივარს. შენ სარეკლამო, შენი პარტიის სარეკლამო კლიპში მოგივიდოდა იდეა აზრად რომ მოქმედი ფეხბურთელი ან სპორტსმენი მოგეწვია? იცი როგორ არის? მე ხო რაღაცა პოლიტიკური რწმენით მოძრაობ. და ზოგადად თუ ვინმე გამოჩნდება, ვისაც ჩემი პოლიტიკური რწმენა აქვს და დახმარება მომდება ზუსტად ისე როგორც მე ვაკეთებ რაღაცას უფრო მეც გააგებინოს ამ პოლიტიკური რწმენის შესახებ, მე როგორ შეიძლება უარი მეთქვა ვინმეზე, მაგრამ მე თუ ზოგადად ნეიტრალურად ვიღებ, რომ რაღაც პროფესიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც როგორც წესი პოლიტიკური აქტივობით არ გამოირჩევა, არ არის პოლიტიკური აქტივისტი და თავის დროს რაღაცას მასზე ხარჯავს, იმის გამო რომ რომელიღაცა ერთი პოლიტიკური პარტია მოვა და ამბობს რომ იცი რა, მე შენ რაღაცა ფულს მოგცემ, მე შენ რაღაცა წილს გადმოგიფორმებ, მე შენ რაღაცას ვიზამ და ამიტომ მოდი მხარი საჯარო დამიჭირე. ჩემი აზრით ეს არ გამოიყურება პროფესიონალურ საქციელად იმ გაგებით, რომ არ შეიძლება უფრო ძვირფასი ვინმე ყავდეს, ვიდრე საკუთარი გულშემატკივარი. და შენ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ გულშემატკივარს პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით რომ იშორებ, ეს არ შეიძლება იყოს სწორი. მე არ ვიცი და ამიტომ არ მინდა სპეკულაცია იყოს, რომ რა გავლენას ახდენს პირობითად ეს გუნდის შიგნით ატმოსფეროზე. შეიძლება არც არაფერს არ ახდენს და სანიოს გენიალურად აქვს ეს დაალაგებული. შეიძლება ახდენს და ხალხი, რა ვიცი, ერთმანეთი არ ევასებათ ვიღაცებს, მაგრამ ეს ხო არ შეიძლება ჭორების დონეზე გამოდიოდეს. იქ უნდა იყოს ინსაიდერი, რომელიც ამას გამოვა, აღწერს, დაწერს და იქ მერე ვიღაცა ან უარყოფს, ან დაადასტურებს, მაგრამ კარგი საფეხბურთო თვალსაზრისით ეს ვერ იქნება, უბრალოდ კარგი იქნება თვალსაზრისით, რომ ან ასე დამტკიცდება, ან ისე დამტკიცდება და არ იქნება ამასთან დაკავშირებით გაუთავებელი სპეკულაცია და ჭორაობა. თორემ, ნუ ახლა როგორ გითხრათ, ადამიანს აქვს პოლიტიკური გემოვნების უფლებაც, როგორც ასეთი. რა თქმა უნდა. და ნუ როგორ გითხრათ, ვერ აუგზავნო მას ეს გამოხატოს, მაგრამ იქ როცა იცი რომ სინამდვილეში ეჭვი არსებობს არა გულწრფელ პოლიტიკურ რაღაც გამოხატულებაზე, არამედ იმაზე რომ ვიღაცასგან რაღაც სარგებელი მიიღო, დამატებითი შემოსავალი მიიღო და ამის გამო პოლიტიკურ კურსებას გამოხატავს და თან ამის გამო საკუთარ მაყურებლებს აბრაზებს, როგორ შეიძლება მოგწონდეს ეს საქციელი, ან კაი იყოს, ან რომელიმე პარტია რო აკეთებს იმ პარტიისთვის იყოს კაი, ჩვენ ნორმალური საზოგადოება ვიყოთ. აი შენ გულშემატკივარი, რიგითი გულშემატკივარი, აი ამ ეტაპზე რას ითხოვს საქართველოს ეროვნული ნაკრებსგან? ერთი თამაში გვაქვს ამ შესარჩევში დარჩენილი ბულგარეთთან. აი როგორი გინდა რომ ეს მატჩი იყოს ახლა? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ თამაშს როგორი იქნება ჩემი აზრით. და ზოგადად ჩემთვის რაღაცა თამაში რაღაცას ნიშნავს. აქვს მას თუ ვამბობ რომ ფეხბურთის თამაშია, მის შედეგს რამე მნიშვნელობა უნდა ქონდეს. და თუ ამ შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის ამხანაგური თამაშია და ამხანაგურ თამაში აი უნდა ივარჯიშო და სპორტული ინტერესი თუ არ არა, უნდა ივარჯიშო შენი სუსტი მხარეების გამოსასწორებლად. ანუ ვინაიდან მისი შედეგის თვალსაზრისით არაფერ განსხვავებას არ გაძლევს, უკვე ტრაგედია რო აქამდე მიხვედი, რომ შენს თამაშს რაღაცასთან დაკავშირებით შედეგი არ გააჩნია. და რა უნდა გააკეთო, რავი, ივარჯიშო მაინც იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელიც ქონდა დაგეგმო, ან მოიფიქრო ახალი სტრატეგია, რომელსაც გატესტა. სხვა თამაშს, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია, მე ვერ შედეგს ვერ მივანიჭებ, რამე განსაკუთრებული უნარები არ გამაჩნია. რამდენიმე წლის უკან მე და შენ ვიყავით ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრად და მაშინ მახსოვს ვიკამათეთ მე
ანუ გემტკიცებდი რომ უნდა იარო საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე თქო და შენ მეუბნები რატო უნდა ვიარო აი რა უნდა ვნახო დადიხარ შენ დავდი სამსახურეობრივადაც მიწევს და ისეც დავდივარ ხოლმე და სამსახური ქონია რამე ხო არ შეცვალა მას შემდეგ შენს დღის წესრიგში რამე შეიცვალა ჩვენ ჩემპიონატში და მე არ ვიცი ხო და აი რა მინდა აი მითხრა რა გინდა რომ დაგხვდეს აი რა როდის დაიწყებს სიარულს საქართველოს საფეხბურთო აზარტი თუ არ არის მე რა მინდა რამე თამაში რას მოაქვს აზარტი აზარტი ბევრ რამეს მოაქვს აზარტი სხვადასხვა პროფესიების მიხედვით მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ვინაიდან ქართული ფეხბურთი მithქვამს კიდეც ამაზე არაერთხელ ქართული ფეხბურთი ნაციონალური შინაარსის იყო ნაციონალური შეჯიბრი იყო ჩვენ ამიტომ გვიყვარდა ფეხბურთი ანუ ჩვენ ნაციებს ვეჯიბრებოდით ამიტომ რაღაცნაირად ანუ ჩვენთვის არ არის გასაგები როგორ გითხრა აი რეალ ბარსელონას დაპირისპირება ხო რაღაცნაირად შეჯიბრია საუკეთესო ვინ არის სამყაროში საუკეთესო ასეთი ტიპის შეჯიბრია შენი საფეხბურთო სკოლაა სამყაროში საუკეთესო თუ ჩემი საფეხბურთო სკოლა ჩვენ ამ ეს შეჯიბრი არასდროს არ ქონია ჩვენ შეჯიბრი გქონდა რომ რავი აი ჩვენი საფეხბურთო რაღაცა კულტურა რომელიც ერთ გუნდზე დინამოსთან დაკავშირებული იყო სხვა ნაციებთან მიმართებაში რა შვება უგებ თუ არა ჩვენ რუსებს, უგებ თუ არა ჩვენ უკრაინელებს, უგებ თუ არა ჩვენ ვიღაცას სომხებს, ვიღაცას იმას ბელორუსებს ან რაღაც პრიბალტიკელებს. ხო და როდესაც ეს წაგვართვეს, მე დავჭირთ ისე. უგებ თუ არა ქართველები გორელებს ან ზესტაფონებს, რაღაცა არ გამოვიდა, არაფერში არ ჯდება. არც ერთ ჩვენს ქალაქში ისეთი საფეხბურთო კულტურა არ არის, რომ მეორე ქალაქს შეეჯიბროს და ნუ აქ ამით მაყურებელი დატკბეს და მას რამე შინაარსი ქონდეს. თბილისი ქუთაისი, თბილისი ბათუმი. ხო, მაგრამ ნუ აი რაში გამოიხატება ეს გამოიხატება ვიღაცა ხუთი ხულიგანი იქით, ხუთი ხულიგანი აქეთ რო ერთმანეთს ეჭყუბება და რაღაცა ერთმანეთს რო აგინებს, ამის იქით ვერ წავიდა ეს ამბავი. და არც როგორ გითხრა, არც აზარტი არ არის ამ თამაშს, თბილისს მოიგებს თუ ქუთაისი, არ არის რა აზარტი, მე რა შუაში ვარ აქ მე კი არ ვაკრიტიკებ ქუთაისელებს ან თბილისელებს, რატო არ გაქვთ აზარტი მეთქი? აი რა არაფერ შუაში არ არის უბრალოდ და იმიტომ ჩვენი ფეხბურთი ამაზე არ იდგა. შეიძლება თავის დროზე რომ საბჭოთა კავშირი არ ყოფილიყო და იმ განვითარება როგორც იწყებოდა ფეხბურთის რომ თბილისური გუნდები იყო, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ქუთაისური გუნდები იყო, იქ დასავლეთში რაღაცა იყო. სხვანაირად წასულიყო ჩვენი საფეხბურთო ისტორია, მაგრამ ასე არ წავიდა. ჩვენი საფეხბურთო ისტორია წავიდა რომ რუსები უნდა დავამარცხოთ მოედანზე მაინც. ასე წავიდა. და ნუ ის გამოგდიოდა რაც გამოგდიოდა ვერ ვიტყვით რომ წარუმატებელი გუნდი იყო დინამო საბჭოთა კავშირში ეს რაღაცა ქართული იდენტობის რაღაცა დამტკიცების ამბავი იყო ხო მაგით დავდივართ ქონდა იმ დინამოს ქართული შედეგი ქართული ყოველ შემთხვევაში ამაში იდეა იმის შესახებ რომ ჩვენ დინამოზე არ უნდა წავაგოთ ჩვენს მოედანზე არ უნდა წავაგოთ ეს სირცხვილია ნაციონალური სირცხვილია ამაზე იდგა ეს და დღესაც თუ დააკვირდებით მარტო ასეთ თამაშებზე დავდივართ სადაც ჩვენ ვიღაც სხვა ეროვნების ხალხს ვეთამაშებით და თუ ადგილობრივი ერთმანეთს ხალხს ეთამაშება ის არავის არ აინტერესებს და მე აბსოლუტურად მესმის ამ ხალხის არ შეიძლება ხალხს ამაზე კრიტიკა არის ესეთი იდეა რომ აი კავკასიის აი ამ კავკასიის ჩემპიონატის გაკეთება აი რამდენად ხელს შეუწყობდა ეს აი ამ დონის ამაღლებას როგორ ფიქრობ? აი ეს ერთადერთი გზა მე სულ ამბობ ამას რომ თუ ჩვენ უყურებთ ამას რაღაცა არა პოლიტიკური არამედ საფეხბურთო თვალსაზრისით რა ეშველება ქართულ ფეხბურთს ის რომ აი ყველაფერს თავი დავანებოთ აქ რაც ხდება და ვიჩალიჩოთ და ჩავაწყოთ ის რომ კავკასიის ჩემპიონატი შედგეს. და აი FIFA-ში, UEFA-ში ყველგან ვიაროთ უნდა ამისთვის, სადაც ეს საჭიროა, რომ აქედან რამე გამოვიდეს. მარტო ჩვენს შემთხვევაში არ არის ეს მსოფლიო საკლუბო ფეხბურთი. კრიზისში შედის იმ გაგებით, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთელები სამყაროში არსებობს, ალბათ რა ვიცი, სულ 10 გუნდის საკმარისი. დანარჩენი უკვე აი ხარისხი არის ბევრად განსხვავებული. აი როგორ გითხრათ, ბრაზილიის პირველი ნაკრები, პირველი 11 კაცი და მეორე 11 კაცი, ორივე ბრაზილიის ნაკრებია, მაგრამ პირველი 11 კაცის დონე აი ერთი თავით აღემატება მეორე ნაკრების დონეს. ანუ ესე რომ შევხედოთ ამ ისტორიას. მასე ხო დიდ გუნდს ვერ გააკეთებ, მან პერესი მართალია 10 გუნდი მაქსიმუმია, ვისაც კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია. დანარჩენი აზარტი და გადააწყო. ანუ სუპერლიგის შექმნის იდეას ემხრობი. იცი როგორ არის აი ვემხრობი ხმამაღალი ნათქვამი, იმიტომ მგონია რომ დისკუსიები კარგი იქნებოდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კონტრარგუმენტი ის რომ სამყაროში 10 გუნდი თამაშობს ფეხბურთს
და ეს რაღაცა პოლიტკორექტულობის გამო და ყირგიზეთში ფეხბურთის განვითარების გამო რეალი იქ არ უნდა დადიოდეს, ამას არ შეიძლება არ დაეთანხმო, უბრალოდ აბსურდულად გამოიყურება საწინააღმდეგო ვერსიის მტკიცება. და რა დარჩა მაშინ? დარჩა ის, რომ დანარჩენმა ქვეყნებმა აზარტის ხარჯზე გაზარდონ ფეხბურთის ხარისხი. ჩვენ თუ ჩვენი ლიგა გვექნება ერთიანი კავკასიის, ცხადია კავკასიის იქით არა კავკასიელს ამ ფეხბურთის დონის ნახვა მაინც და მაინც არ მოენატრება, ეს არ იქნება რამე სასწაული ფეხბურთი, მე მას არ ველოდები, მაგრამ ჩვენ შიგნით გავერთობით. ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები ტელევიზორის ყურებაც იმასაც იყიდი საავტორო ტრანსლაციის უფლებებს, სადაც მართლა ფული მარტო მანდიშოვება, სერიოზული ფული სადღაც არის, ვიღაცამ შეიძლება აი სომეხმა ემიგრანტმა საფრანგეთში უყუროს და ფრანგულმა ტელევიზიამ იყიდოს. იქ რომ ფრანგულ ტელევიზია იყიდეს, ვიღაცა დააკვირდება ახალი ვარსკვლავები ხო არიან ამ ლიგაში. უფრო მეტი შანსი გაქვს ყველაფერში. ახლა ზიხარ და უყურებს ესტაფონის და ტორპედოს თამაშს და უცხოელ სკაუტებს ეკაჩავები, რატო არ აკვირდებით ჩვენს ფეხბურთელებსო და ნუ აი მართლა მე რო სერიოზული გუნდის სკაუტი ვიყო, რა მინდა საქართველოს ჩემპიონატში როგორ შეიძლება მივხვდები ვინ თამაშობს კარგად და ვინ არ თამაშობს. ის ძალიან სკეპტიკურად ხარ განწყობილი. არიან აქ ნიჭიერი ფეხბურთელები, დამიჯერე რომ არიან. აი მე რო გეუბნებოდი რომ არიან მეთქი, მე გამოჩნდა ხუჩა კვარაცხელია და გაიყიდა აგერ მილიონებად ნეაპოლში. ნუ ახლა ხუჩა კვარაცხელია ფეხბურთის თამაში იცის, მე მგონი ჩვენი საფეხბურთო პოლიტიკა ბევრია ეგეთი, დამიჯერე იაკო. აი ხო ფეხბურთი ხო გიყვარს ძალიან, ხო? რაღაცა ინტერესი, აი შენი პოლიტიკური პარტია რომ ისე გაიზარდოს, ისე მიიღოს საქართველოს მოსახლეობა, რომ შენ მოგანიჭოს გარკვეული უფლებამოსილება რა. რომ რაღაცები დააკომპლექტო ქვეყანაში. აი ამ სეგმენტს ნაფიქრი გაქვს, როგორ შეიძლება უშველო? გინდა საერთოდ უშველო. წეგან გითხარით, მე გავაკეთებდი ყველაფერს იმისთვის, რომ ჩამეწყო ფულის შემოდნით ვირბენდი UEFA-ში და FIFA-ში, რომ მეჩალიჩა ამიერკავკასიის ჩემპიონატი. ეს იქნებოდა საუკეთესო ვერსია. თუ ეს არ გამოვიდოდა, იქნება მეჩალიჩა აი ჩვენი რაღაც Silk Road ქვეყნებისთვის, პირობითად რაღაც ჯგუფებისთვის, აი ერთიანი საფეხბურთო ჩემპიონატის შემექმნა, თუნდაც აი რაღაცა კლუბები, ანუ როგორ გითხრა, ჩემპიონატი არა ქვეყნებს შორის, არამედ კლუბები სადაც მონაწილეობენ ეგეთი ტიპის ჩემპიონთა ლიგის მსგავსი ფორმატი იყოს კავკასიის იქნება შუა აზიის შეიძლება მას დაემატოს, აქ აღმოსავლეთ ევროპა შეიძლება ანუ ნებისმიერი რომელიც ნაციონალური ჩემპიონატისკენ დაგაახლოვებდა. ეს ჩამეწყო. დამენებებია თავი ამ მოედნები ჯანდაბებისთვის, ეს უბრალოდ არაფერ შუაში არ არის. მხოლოდ პოლიტიკური ნაწილი ამიღო საკუთარ თავზე და მეთქვა რომ ხალხო ჩემი მოსაზრება ქართული ფეხბურთი რომ რამე ეშველოს ამასთან დაკავშირებით არის ის რომ ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი რამე ნაციონალური ჩემპიონატი სადაც სხვადასხვა ნაციების მონაწილეობენ. ამიერკავკასიის ჩემპიონატი იდეალურია, თუ ეს არ გამოდის რაღაცა თქვა საკლუბო ჩემპიონატი სადაც აი ეს ჩვენნაირი გუნდები რომელსაც აი რაღაცა მეტნაკლები თანაბარი შანსები ექნება ერთმანეთს ეჯაჯგურონ ის ხალხი არსებობდეს და დაბრუნდეს ნაციონალური აზარტი. შევთავაზებდი ამას თურქულ გუნდებსაც, შუა აზიის გუნდებსაც შესთავაზებდი, შეიძლება და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გუნდებს შეგეთავაზებინა და რაღაცა ეს დაგეწყო, მაგრამ ამის იქით მე გავარემონტებ იმას აქვე სტადიონებს, მე გავაკეთებ მინდორს დავაგებ ხელოვნური მისას და ბავშვები ფეხბურთს ისწავლიან და დავაფინანსებ 30 მილიონით ეროვნული ლიგის გუნდებს და ისინი მითამაშებენ და იქ ვარსკვლავები გაიზრდებიან, ამ სისულელებს შევეშვებოდი. სახელმწიფომ ინფრასტრუქტურა არ უნდა ააშენოს, ვინ უნდა ააშენოს მოედნები ქვეყანაში? შენ გააკეთე, რასაც მე ვამბობ, ამიერკავკასიის ჩემპიონატი. და გამოჩნდებიან როგორც ქართველი, ისე სომეხი, ისე აზერი ბიზნესმენები, რომლებიც ფულს ჩადებენ საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში, იმიტომ რომ იქ აზარტი იქნება და ყველას ეცოდინება, რომ ხალხი თავის გუნდს ეხმარება, სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციები და ის მათთვის ძალიან, როგორ გითხრა, ძალიან დიდი მოტივატორი და სტიმულატორი იქნება იმისთვის, რომ საფეხბურთო ინფრასტრუქტურები ააშენონ და შენობების შენებლობა საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას. საერთოდ არ არის ეს თავრობის საქმე. თავრობები არ აშენებდნენ ამ მოედნებს, მაგრამ რა 20-იან წლებიდან ხალხი მოედნებს აშენებდა და ფეხბურთს თამაშობდა. და დღეს 21 საუკუნეში, 1 საუკუნის მერე სტადიონის აშენება რა პრობლემა გახდა? შენ უბრალოდ აზარტი მოიტანე და სტადიონს ააშენებდნენ თავრობაზე უკეთესად ვიღაცები. მე სხვათა შორის თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი ფონდის არსებობას
საფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობას და კერძო კლუბების დაფინანსებას ამ სახელმწიფოს მხრიდან. სპორტის კომიტეტში ყავდა თქვენ წარმომადგენელი? შენი ყავდა. გქონდა თუ არა ეს ინიციატივები ზოგადად? სხვა შორის ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტიც პარლამენტში იყო და მოგისმენია თუ არა მისგან აი რაღაცა ესეთი ინიციატივა, რაც რეალურად შეცვლი და რამეს ამ კუთხით უკეთესობას. ინიციატივით მე მოძრაობდი, მე მქონდა ეს ინიციატივა, რასაც ახლა ვაპარაკობ და პირველი წლის განმავლობაში საერთოდ ყველასთან ვარ მისული ჩემი ამ ინიციატივით. არავის არ უთქვამს, რომ მე რამეს ისრულებდეს ვლაპარაკობდი, რასაც ახლა მე თქვენ გიყვებით იმას, რამე ლოგიკური პრობლემა ქონდა ოდესმე, უბრალოდ ყველა საუბრობდა, რომ ეს არ გამოვა. არ გამოვა, იმიტომ რომ UEFA ასეთ ამბავს ბლოკავს, აგერ ჰოლანდია, ბელგიის ამბავი ნახეთ თუ გინდა, ეს იყო არგუმენტი, რომ იმა დიდი ხანია დაიწყეს, მაგრამ ვერ გაერთიანეს საკუთარი ჩემპიონატები, პლუს ამას ემატება პოლიტიკური პრობლემები კავკასიაში და სომხების, აზერბაიჯანელების რთული ურთიერთობების ფონზე, პლუს ეს არ გამოვა, ამიტომ პასუხის კი არა, რომ ეს ისულელი, არამედ არ გამოვა. და შესაბამისად ახლა რადგანაც რატო ვიჩარლიჩოთ იმაზე, რაც არ გამოვა, მოდი აგერ ვაშენოთ მოედნები უბნებში. თან ხმებსაც მოიტანს პრინციპში ეს რაღაცები და თან ბავშვებიც ითამაშებენ ფეხბურთს. რა, შენ წინააღმდეგი ხარ ბავშვებთან ფეხბურთი თამაშობენ? არა, მე არა ვარ წინააღმდეგი ბავშვებთან ფეხბურთი თამაშობენ, მაგრამ მე ზოგადად როცა ვსაუბრობ ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, ბავშვების ფეხბურთის გულშემატკივარი კი არა ვარ, კაცო, მართლა ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ. და მართლა ფეხბურთი მინდა, თორე უბანში და სოფლის ჩემპიონატებსაც ატარებდა არ ვიცი რომ უწყებ არ მინდა, მაგრამ სოფელში და რაიონებში რაღაც საფეხბურთო ჩემპიონატები ტარდება და სოფლის ტალანტებს ეძებენ, მაგრამ ახლა ეგ ჩემთვის ხო არ იქნება რამე კავშირში ფეხბურთის განვითარებასთან. და ფეხბურთის განვითარება არის რომ შენ მომიტანო აზარტი. და მე თვითონ მივხედავ ამ აზარტში აზარტულ თამაში გოლი როგორ გავიტანო მაგას და შენ თუ აზარტი არ აღგა სოფლის ჩემპიონატებს ვიტარებ როგორც ყველაზე აზარტულ ტურნირებს. ძალიან კარგი არაფერს არ ვეჭირ სოფლის ჩემპიონატებს და ნებისმიერი გოლი მნიშვნელოვანია თუნდაც რაიონის ჩემპიონატში გატანილი, მაგრამ მე სხვა გოლებს ვითხოვ. სხვათა შორის სულ მახსოვს პანდემიის პერიოდში გადაწყვეტილება, რომელიც UEFA-მ დაუშვა 30% გულშემატკივრების დასწრების მაშინ მაკედონიასთან მატჩს ვიხსენებ ვლადიმერ ვაისის დროს. ფიქრობ თუ არა რომ შეეძლო ფეხბურთის ფედერაციას ეს საკითხი მოეგვარებინა ხელისუფლებასთან და უმაყურებლად არ დაეტოვებინა გულშემატკივარი იმ დროს. იმიტომ რომ არ ვიცი, მე მაქვს განცდა რომ გულშემატკივარი შედეგზე გარკვეულ გავლენას იქონიებდა მაინც. ისე რა, ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელმაც ეს ქმედითად გააპროტესტა, მაშინ აკრძალვების პირობებში დიდი მონიტორი დავდგით დინამოს სტადიონთან და ხავეთ რომ კორონა შეზღუდვების მიუხედავად მოსულიყო და გარეთ მაინც ეგულშემატკივრა საკუთარი გუნდისთვის და ეგრეც მოვიქეცით. მის მერე სულ თანმიმდევრული პოზიცია მაქვს ის რომ არ ვიცი ახლა ეს იყო შეცდომა და ჩვენ გავანიავეთ შანსი რომ მოხვედრილიყავით პირველად მაღალი ხარისხის ტურნირზე. უბრალოდ მე პირდაპირ არ მინდა ვინმეზე დაბრალება რომ აი ეს რომ დაეშვათ და იქ რო გულშემატკივარი ყოფილიყო ჩვენ აუცილებლად მოიგებდით. არა, ეს ასე არ იყო, ეს ასე არ იქნებოდა, მაგრამ შენ გააკეთე თუ არა ყველაფერი ამისთვის, ეს არის კითხვა. აი, შეკითხვის არსი არის ეს. ხო, თორე იქ კიდე პირობითად ჩაკვეტაძე რო ტრამირებული არ ყოფილიყო, ყვარა რო ყოფილიყო, რაღაცა რო ყოფილიყო, კიდე რაღაცა სხვა შედეგი შევა. ოქრიაშვილს უკეთესად რო ეთამაშა, რაღაცა რო ყოფილიყო, ამ გომართლებოდა, მაგრამ ეს არ არის შენზე დამოკიდებული. შენზე დამოკიდებული არის მოედანზე როგორ იქნებოდა სიტუაცია. და შენ პოლიტიკურ რაღაცას შეწირე თუ არა შანსი რომ შენი გუნდი უკეთესად გამოსულიყო. ეს არ ნიშნავს კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ვინმეს მე ვაბრალებ რომ მაგათ გამოდავკარგეთ გასვლის შანსი. ანუ ეს მაინც 11 კაცი დგას მოედანზე და პირველ რიგში მაგათ ბრალდება, მერე მწვრთნელს და მერე ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ როგორც მაყურებელს გქონდა შანსი დავხმარებოდით თუ არა საკუთარ გუნდს და დავეხმარეთ თუ არა, აი ეს არის ასევე კითხვა რომელიც ჩემი აზრით ენერგეტიკას ვერ უძლებს. და მე ბევრჯერ მithქვამს არ გავიმეორებ. იაგო, აი ბოლო პერიოდში ეხა ბუნებრივია რომ შენ ჩემზე მეტ ინფორმაციას ფლობ რაღაცეებში და ბოლო პერიოდში კი არ ვინტერესდები პოლიტიკით, მაგრამ რაღაცეებს თვალყურს ვადევნებ და ხედავ რომ დიდი კორუფციული ქსელი ყოფილა ქვეყანაში რა, ყველგან კორუფცია. როგორ ფიქრობ, სპორტს
მიადგებიან მალე? არის ამის ნიშნები? წარმოდგენა არ მაქვს, მე ამას უყურებ როგორც არა კორუფციასთან ბრძოლას, არამედ უყურებ ქართული ოცნების ხო შიდა რეორგანიზაციას ქართული ოცნების, სადაც მათი მენეჯერი უბრალოდ რაღაც ცვლილებებს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად გააგრძელოს საკუთარი პარტიის შიგნით მართვა პროცესების. ასე ვუყურებ შესაბამისად ეს რაც მიადგება, არაფერ კავშირში ჩემი აზრით არ იქნება იმასთან, რომ სპორტში კორუფციას ებრძვიან ან არ ებრძვიან. ეს უბრალოდ კავშირში არის ქართული ოცნების შიდა პარტიული ვერტიკალის სხვანაირი ფორმით გამართვასთან, ამიტომ ზედმეტ მნიშვნელობას თითქოს რაღაც კორუფციასთან ბრძოლა არის, მე არ მივამჯერდი. ბარსელონას ძეგლის დადგმის ინიციატივას როგორ უყურებ? მესის ძეგლის დადგმას. მესის ძეგლის დადგმის კამპ-ნოუს წინ. არის ბარსელონაში აუცილებლად დაიდგას მესის ძეგლი და ლაპორტას კუბო. ერთად. კარგია, კი. არა, ძეგლებს ახალი მნიშვნელობა, მესიმ ძეგლი საკუთარ თავს და ბარსელონას დაუდგა. ლაპორტა რას გააკეთებს, მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. ცოცხალი როგორ დადის, გავიმეორებ კიდევ ერთხელ, მიკვირს, როგორ მე არცემს ბარსელონას ქუჩაში, იმიტომ მე არა ვარ დარწმუნებული, სადმე რო ეგ შემხედროდა პანგური არ ამომერტყა. ლაპორტას პროექტი გამოდის ფლიკი. როგორ შეაფასებ მის საქმიანობას და მოგწონს თუ არა დღევანდელი ამ ფორმაციის ბარსელონა? ფლიკი რო საფეხბურთო გენიოსია, ეს ლაპორტას დამსახურება ვერ იქნება. ფლიქს ეს ლაპორტამდეც დაუდასტურებია ზოგადად. და უბრალოდ ლაპორტას გამო არ არის ის ბარსელონაში. ის იმის გამოა, რომ დონის მწვრთნელია, როგორც ბარსელონას უნდა ყავდეს. და რაც შეეხება ამას, ეს უბრალოდ გადარჩა ლაპორტა ბევრჯერ გადარჩა იმის გამო, რომ ბარსელონაში ვიღაც ნორმალური ხალხიც არის პერიოდულად. იქნებოდა ეს ხავი, იქნებოდა ეს ლევანდოვსკი, რომელიც გიჟულ დროს გადმოვიდა ბავარიიდან და ასე შემდეგ. უბრალოდ ბარსელონა გასაგებია იმას ბოლომდე ვერც ლაპორტა დედა ვერ უტირა ჯერჯერობით. მაგრამ ფლიკის იქ მოხვედრა, მე მგონი, რავი, ყველაზე სწორი და გემირული ნაბიჯია ფლიკისგან, რომ ამ ბარსელონაში რაღაცას აკეთებს. და მართლა თუ რამე ერთადერთი უპირატესობა, რომელიც გააჩნია ბარსელონას რეალთან, ამ შემთხვევაში ეს არ ხდება საფეხბურთო მოედანზე. მოედნის გარეთ ხდება და დიდი პატივისცემით ალონსოს მიმართ მაინც ფლიკი ხნის უპირატესობას აი ამ სამწვრთნელო იმაში დუელში მიუხედავად იმისა თუ რა კვალიფიკაციის და რა სიძლიერის მწვრთნელი ყავს რეალს ამის გათვალისწინებით. ხო და რავი, ბარსელონას გულშემატკივრები ამ კაცის მადლობელი უნდა ვიყოთ ჩემი აზრით. სხვათა შორის ეხა მე მგონი 2026-ში არის უკვე არჩევნები და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ლაპორტას ხმის უფლების მქონე და ეს გულშემატკივრები ირჩევენ, ესე გამოდის ზოგადად ბარსელონას პრეზიდენტს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აღარ გაუგრძელებენ დობას აღარ გამოუცხადებენ მას ხელმეორედ. აი ძალიან იშვიათად ვტირი ცხოვრებაში, ანუ ძალიან მყარად გავარ ფეხზე და ემოციებსაც კარგად ვაკონტროლებ, მაგრამ აი დე-პაულის ეს რო წავიკითხე მესის და მისი ვოიაჟის შესახებ, რომ როგორ იქირავა კამპ-ნოუს წინ სასტუმრო და როგორ იჯდა მთელი ღამე აივანზე და უყურებდა იმას, რა ქვია, კამპ-ნოუს, აი ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა და მივხვდი რამხელა რაღაცა გადაიტანა უბრალოდ ამ ადამიანმა, აი რა გაუკეთეს უბრალოდ ამ ადამიანს, რომ არ ვიცი, აი მესის სადღაც დარჩენა რო უნდოდეს, აი რო წარმოიდგინო უბრალოდ ეს და არაჩერებენ. ეს შინაგანად დარწმუნებული ვარ, ხომ მტკიცებული ვარ, მე ვერ მოვაგროვებ, მაგრამ შინაგანად დარწმუნებული ვარ, ეს არის იმის შედეგი, რომ უბრალოდ არაბებისგან ბართომეუს ჯვარი წერია იმანაც, მაგრამ ამ დეგენერატმა ბევრი ფული იშოვა და აუცილებლად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ დღეს თაღლითობის გამო ციხეში აღმოჩნდება. თორე მე არ მჯერა, რომ ის ისეთი იდიოტია, მესი სადმე უფასოდ გაუშვას. აი მესი რო სადმე უფასოდ უშვებ, ეს რო არის შენი რეფორმა. და რაღაცა გუნდს ავაწყობო სხვასო რომ იძახი და რაღაცა რომ გაგიმართლა რომ შემთხვევით ჩემპიონატი მოიგე და ასე შემდეგ სხვა ამბავია, მაგრამ მის მერე მესიმ
ორჯერ მოიგო სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა, მოიგო 3 სანაკრებო ტიტული, რომელსაც იმის გამო რომ ყველაფერს ბარსელონაში დებდა ვერ იგებდა აქამდე, როგორც ჩანს. და შენ კიდე ცოცხალი დადიხარ და ისევ თანამდებობაზე. ანუ მე მართლა ძალიან შემერყა კულეებზე წარმოდგენა. ანუ მართლა ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ბარსელონაში ცოცხალი უნებელი ლაპორტა დადიოდეს. მოედანზეც კი დადის. სადაც გულშემატკივრების ყველაზე როგორ შეიძლება იქ არ გადავიდნენ 1000 კაცი და უბრალოდ ცემატყეპით არ გააგდონ იქიდან. მიუხედავად მისი რაღაცა სულელური ლოზუნგები რომ ბარსელონაზე წინ არავინ არ დგას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, ეგ მომწონს ეგ ფილოსოფია ზოგადად. არა, რა სისულელია ბარსელონა ადამიანების ერთიანობაა, ბარსელონა ადამიანების ერთიანობა და ამ ადამიან და ერთიანობაში სამყაროში საუკეთესო შევქმენით. საუკეთესო, ანუ არასდროს არავის რო ეჭვი არ გაუჩნდება მომავალში და მისი გაგდება გუნდიდან, ასე როგორც ამან გააგდო, ამ დეგენერატს უნდა შეერჩეს. ამან შვიდაც უნდა გაატაროს თურმე სიბერე არა ციხეში, არამედ გარეთ და რავი მეტი რა დანაშაული უნდა ჩაიდინოს კულების წინააღმდეგ მართლა მესი გააგდო გუნდიდან, რომელმაც მე 3 სანაკრებო ტიტული მოიგო. კოშმარია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა პირიქით. იაგო სტუმრობისთვის. ბარსელონასაც ეშველება, დარწმუნებული ვარ. და ქართულ ფეხბურთსაც. არის წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას გისურვებ, იმიტომ რომ მაინც გადაწყვიტა რომ პოლიტიკაში დარჩე. აბა ფეხბურთის ნიჭი არ აღმოჩნდა. ხო და სხვათა შორის პირველად ცხოვრებაში არჩევნებზე წავედი 2024 წელს ეს ძალიან დადებით შეფასება შეიძლება ჩემს შესახებ არ იძლეოდეს. ბატონო პირიქით. რომ პირველად წავედი. ჩემს ხარდამჭერებს. ეგეც სწორია, ჩვენ გვიყვარს ხალხი, რომელიც არჩევნებზე გირჩის გამოდადის, თორე რავი, რო არ იცი რის გამოდადიხარ არჩევნებზე და ყველა არჩევნებზე მოვალეობა როგორია რაღაცაზე მისვლა, მაშინ როცა არ იცი ხმას ვის რატომ აძლევ, მას ეცეოს აზრი ხარჩევნებზე, მას ეჯობია რომ არ წახვიდე. როგორც აი იმის დროს რო იყო კორონას დროს დარჩი სახში გადაარჩინე ქვეყანაო, თუ არ იცი რატომ ვის აძლევ ხმას, უნდა დარჩე სახში და ასე გადაარჩინო ქვეყანა. არა საჭირო ყველა არჩევნებზე დადიოდეს, ვინც არ იცის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებები. იაგო ხუჩია იყო ჩემი სტუმარი. თქვენ ნანიკოს პოდკასტს უყურებთ, გამოიწერეთ აუცილებლად YouTube-ზე. გამოიწერეთ. ჩვენი არხი დაგულე სპორტი. მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები და კომენტარეთ, დატოვეთ თქვენი მოსაზრებები დღევანდელი ეპიზოდის შესახებ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.